ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზამ ფუნქციონირება მიმდინარე თვის ბოლოდან უნდა დაიწყოს, რაც შეცვლის ახალი სარკინიგზო მაგისტრალის სატრანსპორტო დერეფანში. ამ და სხვა თემებზე რამდენიმე წუთში გიყვებით. ასე ევროკავშირში ვერ შეხვალთ ნამდვილად ვერა. ასე გამოეხმაურა გერმანიის ელჩი თბილისის მერის კახა კალაძის სამძიმრის წერილს. კალაძე გერმანიის მთავრობას deep state-ის მორჩილებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ქვეყანა მძიმე კრიზისშია ჩაფლული. პროკურატურის ინფორმაციით 2025 წელს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეებზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე 75 მილიონი ლარის ქონების ჩამორთმევა მოხდა. 2025 წელს კიბერდანაშაულისთვის მსჯავრდებულებს 3.780.000 ლარის ექვივალენტი ფულადი თანხა და 122.200 ლარის ვირტუალური აქტივი ჩამოერთვათ. სურსათის სააგენტომ თევზისა და თევზის პროდუქტების გადამამუშავებელ Royal Fish ბათუმში არაგეგმული შემოწმებისას 5 ტონაზე მეტი ვადაგასული პროდუქცია აღმოაჩინა. მოგესალმებით, საქმის კურსი პირდაპირ ეთერში ბრუნდება. მე უნცა შუბაშვილი ვარ და ეკონომიკის და ბიზნესის სიახლეების შესახებ გიყვებით. ექს-პრემიერი, სუსის ყოფილი უფროსი, პარლამენტის 6 წევრი, მინისტრები და მათი მოადგილეები. საქართველოს პროკურატურამ 2025 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა სამოხელეო და კორუფციულ დანაშაულზე მაღალი რანგის 13 მოხელის მიმართ დაიწყო. საქართველოს პროკურატურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით საჯარო სექტორში ჩადენილ დანაშაულებზე გამოძიება დაწყების მაჩვენებელი თითქმის გაორმაგებული 2025 წელს სისხლის სამართლებრივი დევნის ქვეშ მოქცეულ მაღალჩინოსნებს შორის ფიგურირებდნენ პირები, რომლებიც დანაშაულის ჩადენის მომენტში იყვნენ სუსის უფროსი, შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და მისი მოადგილე, ასევე ეკონომიკისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრების მოადგილეები. პროკურატურის განცხადებით გაზრდილია სასამართლოს მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილებების გამოტანის მაჩვენებელიც. 5 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 82 პირის მიმართ, რომლებიც კორუფციული დანაშაულის ჩადენის მომენტში დასაქმებული იყვნენ საჯარო სამსახურში. მათ შორის 13 ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას იყო მაღალი თანამდებობის პირი, კერძოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე. აღსანიშნავია, რომ 2025 წელს მსჯავრდებულ პირთაგან 6 მათგანი დანაშაულის ჩადენისას იყო მაღალი თანამდებობის პირი, კერძოდ საქართველოს პრეზიდენტი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი და სახელმწიფო რწმუნებული. ანგარიშის თანახმად კორუფციის გამოვლენის დინამიკა მზარდია კერძო სექტორში. 2025 წელს კერძო სექტორში ჩადენილ კორუფციულ დანაშაულზე სისხლის სამართლებრივი დევნა 115 პირის მიმართ დაიწყო, რაც წინა წლის მაჩვენებელს აღემატება. გამოძიება ყველაზე ხშირად სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენების მითვისება, გაფლანგვისა და კომერციული მოსყიდვის ფაქტებზე იწყებოდა. პროკურატურის მონაცემებით ყადაღა დაედო სავარაუდო დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ 294 ერთეულ უძრავ ქონებას, 34 ტრანსპორტო საშუალებას და 64 კომპანიის წილს სასამართლოს გადაწყვეტილებით სახელმწიფომ ბრალდებულების საბოლოოდ ჩამოართვა კორუფციული გზით მოპოვებული 825.492 ლარის ღირებულების 15 უძრავი ქონება და 261.000 ლარის ღირებულების 4 სატრანსპორტო საშუალება. 2026 წლის პირველ კვარტალში კი საქართველოს პორტებისა და ტერმინალების დატვირთვა გაიზარდა. წლის პირველ 3 თვეში ნავსადგურებში 19.7%-ით მეტი 4.317.000 ტონა ტვირთი გადამუშავდა. საქსტარის მონაცემებით გადამუშავებული ტვირთის 59.1% გენერალური ზოგადი სახის ტვირთია, 30.4% თხევადი ტვირთი, ხოლო 20.4% ნაყარი ტვირთი. ამასთან ტვირთების საერთო მოცულობის ზრდის მიუხედავად პირველ კვარტალში
კვირაში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში 401 გემი შემოვიდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის შემოსული გემების რაოდენობას 50-ით ჩამორჩება. რაც შეეხება რკინიგზას 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რკინიგზით 3 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც წლიურად 0.3% შემცირებული მაჩვენებელია. საქსტატის ინფორმაციით, გადაზიდული ტვირთების 56.7% ტრანზიტზე მოდიოდა, 34.7% საერთაშორისო გადაზიდვებზე, ხოლო 8.6% ადგილობრივ გადაზიდვებზე. გადაზიდული ტვირთის ყველაზე დიდი ნაწილი 33.4% ნავთობპროდუქტებზე მოდიოდა, 23.9% ქიმიკატების, ქიმიური პროდუქტების და ხელოვნური ბოჭკოების ჯგუფზე, ხოლო 12.3% ლითონზე, მადანზე და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე. ამ ფონზე კი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ფუნქციონირებას თვის ბოლომდე დაიწყებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, აზერბაიჯანულ მხარესთან ყველა საკითხი უკვე შეთანხმებულია, მათ შორის ახალი სარკინიგზო მაგისტრალის საქართველოს მონაკვეთს ოპერირებას საქართველოს რკინიგზა უზრუნველყოფს და სრულ მაგისტრალის ოპერირებას კი ერთობლივი კომპანია. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ტვირთების გადაზიდვის დრო აზიასა და ევროპას შორის დაახლოებით 10 დღემდე მცირდება, ხოლო დერეფნისწლიური გამტარუნარიანობა 5 მილიონ ტონას მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში პროექტს თან ახლდა არაერთი ტექნიკური, ინფრასტრუქტურული და სამართლებრივი ორგანიზაციული გამოწვევა, რაც აფერხებდა მის სრულყოფილად დასრულებასა და სრულმასშტაბიან ექსპლუატაციაში შესვლას. რა შეცვლის ახალი სარკინიგზო მაგისტრალი რეგიონში და რა ნიშას დაიკავებს ის სატრანსპორტო დერეფანში, ამ თემებზე ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯდომარესთან ლევან სულობერიძესთან ერთად ვაგრძელებთ თემაზე საუბარს. მოგესალმებით ბატონ ლევან, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და სტუდიაში სტუმრობისთვის. როგორც ოფიციალური განცხადებებიდანაც გავიგეთ, წესით და რიგით თვის ბოლოს უკვე უნდა გაიხსნას ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთი. თქვენი შეფასებით, რა ნიშა შეიძლება დაიკავოს ამ მაგისტრალმა მონაკვეთმა ჩვენ სატრანსპორტო დერეფანში და რა ტიპის ტვირთებზე შეიძლება გაკეთდეს ორიენტირი? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. თავისთავად ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთის გახსნა თავისთავად დადებითი ფაქტია. და იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ხდება ქართული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სრულფასოვანი ნაწილი, გარკვეულწილად შეიძლება ითქვას, გააძლიერებს ქართული ტრანზიტის და საქართველოს მნიშვნელობას ზოგადად ტრანზიტის განხორციელების და შესაძლებლობების თვალსაზრისით. რაც შეეხება უშუალოდ ამ მონაკვეთის მნიშვნელობას, მე ვიტყვი ერთ რამეს, რომ წლების განმავლობაში შუააზიური ექსპორტიორები საკუთარი პროდუქციის ექსპორტს თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით, მაგალითად, ცდილობდნენ, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის მეშვეობით ეზიდათ საკონტეინერო ტვირთებით, საკონტეინერო გადაზიდვები განახორციელება, თუმცა არსებობდა როგორც უკვე ბრძანეთ გარკვეული შეფერხებები ამ მიმართულებით და ეს ყველა ტვირთი მოძრაობდა, იძულებულები იყვნენ, რომ ეს ყველა ტვირთი სამანქანო გადაზიდვებით გადაზიდულიყო და ჩასულიყო თურქეთში. ჩემი აზრით და ეს მე ხშირად მომისმენია შუააზიელი ექსპედიტორებისგან, ლოჯისტიკური სექტორის წარმომადგენლებისგან, რომ თუ იქნება იმის საშუალება, რომ ბაქო-თბილისი-ყარსი ამოქმედდეს, ეს ტვირთი აუცილებლად გადაინაცვლებს გარკვეული რაოდენობა ყოველ შემთხვევაში და უმეტესობა გადაინაცვლებს საკონტეინერო გადაზიდვების ნაწილში და ის გადაიზიდება სწორედ ამ ინფრასტრუქტურის მეშვეობით. შესაბამისად, ჩემი აზრით, ჩვენი მიდგომა უნდა იყოს ესეთი, თუ ჩვენ გვაქვს ადმე იმის საშუალება, რომ შეიქმნას ჩვენი მეგობრების ინვესტიციით, თუ გარე ინვესტიციით, თუ ადგილობრივი ინვესტიციით მსგავსი ანალოგიური ინფრასტრუქტურები ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ, საქართველოს მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ასეთი ინფრასტრუქტურის არსებობა საქართველოში, ვინაიდან დივერსიფიკაციას, შესაძლებლობების გაჩენას, ინფრასტრუქტურას არსებობას წინარფერი უდგას, ინფრასტრუქტურა არასოდეს არის ზედმეტი, პირიქით ინფრასტრუქტურის არსებობა ხელს უწყობს უკვე ახალი ტვირთის ინიციირებას, ახალი ტვირთის შემოსვლას, მაშინ როცა ლოჯისტიკური სექტორი ხედავს, რომ ეს ინფრასტრუქტურა არის, სწორედ მაშინ იწყებს იმის თქვა დაგეგმას, როგორ შეიძლება იქნეს გამოყენებული მათთვის საინტერესო მიწოდების ჯაჭვის გამოყენების თვალსაზრისით. შესაბამისად, ეს ამ ინფრასტრუქტურის არსებობა დააპროვოცირებს გარკვეულწილად არსებულ მოთხოვნას დააკმაყოფილებს და დააპროვოცირებს ახალ მოთხოვნას. თავის შესაძლებლობების ფარგლებში, ჩემი აზრით, ის საკმაოდ მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელი გახდება რეგიონში.
თუ არის რაიმე თქო შეფასებები დაახლოებით რა დამატებითი ტვირთების მოზიდვა შეიძლება იყოს ამით შესაძლებელი საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში თქვენ თქვით რომ აქამდე თქვათ ნაწილი შეიძლება სამანქანო სახმელეთო გზას იყენებდნენ თუ შეიძლება გავაკეთოთ გათვლა ახალ ტვირთებზე და თქო განცხადებებიც კეთდებოდა შეფასებები ხომ არ იქნება გარკვეულწილად ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთი გარკვეულწილად კონკურენტი საპორტო ინფრასტრუქტურისა ისევ საქართველოს აქცენტი რო გავაკეთოთ ბატონ ლეონ ეს მოგვაძიდინებს ახალ ტვირთებს თუ მაგალითად რაღაცა ტვირთები გადმომისამართება პორტებიდან და იგივე სამანქანო სახმელეთო გზიდან აი ამ მონაკვეთზე რაც ისეთ გადიოდა ჩვენს სატრანსპორტო დერეფანში ჩემი აზრით ჩემი გადასახედიდან მე ყოველთვის ამ ინფრასტრუქტურას განვიხილავდი როგორც ნებისმიერი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ვაჭრობის ხელშემწყობია ნებისმიერ შემთხვევაში და მე მას განვიხილავდი როგორც თურქეთის და შუააზიური ქვეყნების, აზერბაიჯანის და თურქეთის და ჩინეთის და თურქეთის ორი ძალიან დიდი ეკონომიკის ვაჭრობის ხელშემწყობ ინფრასტრუქტურა. შესაბამისად, ჩვენ ახლა თუ დავიწყებთ სეგმენტირებას, შუააზიური ტვირთები და აზერბაიჯანული ტვირთები ზუსტადაც ამ ინფრასტრუქტურის არარსებობის პერიოდში ცდილობდნენ რომ სამანქანო გადაზიდვებით მომხდარიყო ამ ასე ვთქვათ ამ ჯაჭვის გამოყენება. რაც შეეხება ჩინეთს, ჩინეთი ნაკლებად იყენებდა ამას, ვინაიდან ეს ინფრასტრუქტურა არ არსებობდა და მთელი ვაჭრობა ჩინეთსა და პრაქტიკულად მთელი ვაჭრობა, მოდი ესე ვთქვათ, ძალიან უმნიშვნელო ნაწილი იყო, აი შეიძლება 3-4%-ის ნაწილი, რომელიც ზღვით არ მოძრაობდა, ყველაფერი მოძრაობს მოკლედ ჩინეთსა და თურქეთს შორის ზღვით. დღეს თუ ჩვენ ვამბობთ, რომ სატვირთო გადაზიდვების დრო ძალიან ინტენსიურად მცირდება და ის შემცირდება ზუსტადაც თურქეთამდე მონაკვეთში განსაკუთრებად და ექსტრემალურად ამ გზის გამოყენებით შესაბამისად მე ვარაუდობ რომ ჩინეთ-თურქეთის ის ვაჭრობის ის გარკვეული სეგმენტი რომელიც ხორციელდება დღესდღეობით ზღვით და საოკეანო გემებით ისეთი სეგმენტი რომელსაც ჩვენ ვეძახით სწრაფ ტვირთებს რომელსაც სჭირდება მეტი მოქნილობა just in time ტვირთებს ეძახიან also აი აუცილებლად გარკვეულ დროში ორ კვირაში სამ კვირაში უნდა ჩამოვიდეს და განთავსდეს ბაზარზე ჩემი აზრით ეს ტვირთები აუცილებლად გადმოინაცვლებს და გამოიყენებს ამ სარკინიგზო ინფრასტრუქტურას და ვიტყვი ერთ რამეს რომ ეს ტვირთები ჩვენთან არც არასდროს ხდებოდა ვერც მოხდებოდა ქართულ ნავსადგურებში და პირიქით ეს იქნება დამატებითი ესე იგი დადებითი ასპექტი ამ ინფრასტრუქტურისა რომელიც თავის თავზე ასე ვთქვათ მოიზიდავს ჩინურ თურქული ვაჭრობის გარკვეულ სეგმენტს თუმცა ჩვენ შეგვიძლია ჩვენ უნდა გარკვეულად უნდა ვიყოთ რეალისტები ის მოცულობა საზღვაო გადაზიდვებისა, იმ გადაზიდვების საზღვაო გადაზიდვებზე, იმის ჩანაცვლება სარკინიგზო გადაზიდვებით ჩვენს პირობებში განსაკუთრებით იმ რთული გეოგრაფიული და ზოგადად ინფრასტრუქტურული სიტუაციის გათვალისწინებით, რაც შუა დერეფანს აქვს, ეს არ შეიძლება იყოს მილიონობით ტონაზე საუბარი. აქ მით უმეტეს საკონტეინერო გადაზიდვებში მილიონობით ტონის გადაზიდვის განხორციელება ცოტა არ იყოს პრობლემატურიც არის. თუმცა თავის მნიშვნელობას აუცილებლად გაამართლებს ჩემი აზრით ჩინური და თურქული ბიზნესი საკმაოდ პრაგმატულები არიან და ისინი როცა დაინახავენ ამ ნიშას დარწმუნებული ვარ რომ საკმაოდ დატვირთვის ქვეშ იქნება ეს სარკინიგზო ხაზი თავარია კასპიამ შეგვიწყოს ამაში ხელი დიახ ბატონო როგორც ვიცით მიღმა ახალი მაგისტრალისა თავად საქართველოს რკინიგზის მიმართ ბევრი სიახლე არის ბოლო პერიოდში მათ შორის თავად მენეჯმენტმა და მთავრობამ დაანონსეს ინფრასტრუქტურის განახლება ლოკომოტივების შესყიდვა ვაგონების განახლება თავად ჩვენს რკინიგზაში რა გამოწვევები ახლა რკინიგზის ინფრასტრუქტურის ნაწილში გულისხმობს საქართველოს მხარეს უშუალოდ და ხომ არის გარკვეულწილად დაგვიანებული თუნდაც ეს განახლებები მის გათვალისწინებით რომ ბიზნეს შეიძლება ითქვას რომ გუშინ ჭირდებოდა ეს ყველაფერი თან თქვათ ეს შეიძლება რამდენიმე წელზე გაწერილი ინვესტიცია და განახლება იყოს ხო თავად დღეს რკინიგზაში რა გამოწვევები არის და რამდენი პასუხობის გაცხადებული გეგმა რაც თუ რამდენიმე ხნის წინ მოვისმინეთ მენეჯმენტისგან და მთავრობის მხრიდან ამ გამოწვევებს სამწუხაროდ ყველგან და ყველაფერში დავაგვიანეთ ყველამ ერთად შეიძლება ითქვას არა მარტო ბიზნესმაც სამწუხაროდ თუმცა ყველას დიდი გამოწვევა რაც იყო და რაც ჯერჯერობით კიდევ რჩება ეს არის ლოკომოტივების კრიტიკული დეფიციტი
იმიტომ რომ ტვირთი რამდენიც არ უნდა იყოს, როგორი გამართულიც არ უნდა იყოს სარკინიგზო ინფრასტრუქტურა უსაფრთხოებით გადაზიდვის უსაფრთხოების თვალსაზრისით, საჭირო არის ლოკომოტივი, რომ ეს ყველაფერი გადაიზიდოს. შესაბამისად და ამას ჩვენ ბიზნესის წარმომადგენლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთაც პირდაპირ გვეუბნებოდნენ, რომ თქვენ გაქვთ ლოკომოტივების დეფიციტი. ანუ ეს დაფარული ვერც იქნებოდა, რომ ვინმე ზდომოდა ამის დაფარვა, შესაბამისად თუ ეს პრობლემა აღმოიფხვრება, ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქართველოს რკინიგზამ შეეძლოს ტვირთნაკადის მომსახურება დროულად. ყველაფერს აქვს თავისი ფასი და გარკვეული დრო თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ხარისხიან მომსახურებაზე და იმაზე, რომ ტრანზიტის მიმზიდველობა ერთ-ერთი მიმზიდველობა გარდა სატარიფო განაკვეთებისა არის ის, რომ გარკვეულ დროში ის უნდა ლოგიკურ დროში უნდა განხორციელდეს. რაც შეეხება ლოკომოტივების შემდეგ და რაც ჩემთვის ძალიან მისასალმებელი და სასიხარულო ფაქტია, რადგან ეს ინვესტიცია ხორციელდება, ჩემი აზრით ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს, მოდი ესე ვთქვათ, რკინიგზაში წინა სანავსადგურო ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით. ვინაიდან თუ ჩვენ ვაშენებთ ანაკლიას, თუ ჩვენ უნდა განვავითაროთ ფოთის ნავსადგური, იგივე ბათუმში ცოტა უფრო მეტ სიძნელებთან გვაქვს დაკავშირებული და არის ეს ყველაფერი დაკავშირებული გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე თვითონ ნავსადგურის ქალაქის და რკინიგზის ხაზის. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთი რამ. თუ ჩვენ აუცილებლად სინქრონულად უნდა მისდევდეს წინა სანავსადგურო სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარება თვითონ ნავსადგურის განვითარებას. შეიძლება ითქვას, უნდა აღემატებოდეს კიდევ გარკვეულწილად, ვინაიდან ამოცანა არის ერთი რამ, რომ ნავსადგურს ჰქონდეს საკმარისი ადგილი მოსული ტვირთისა, თუმცა მე ხდება სხვა ძალიან კომპლექსური და ურთიერთგადაჯაჭვული პროცესები ხდება ამ დროს. შემდეგ აუცილებელი ხდება გამოთავისუფლებელი სავაგონო პარკის განთავსება, ის ცარიელი არ უნდა ბრუნდებოდეს უკან თქვათ შუა აზიაში თავის მეპატრონესთან, ვინაიდან ეს ძალიან აძვირებს გადაზიდვას და ზოგადად დერეფნის ღირებულებას, მას უნდა კონდეს საშუალება ადეკვატური საფასურის სანაცვლოდ დაელოდოს უკანა ტვირთს, უკან წამსვლელ ტვირთს, ყველა ტერმინალს თუ ყველა ნაუმისადგომს უნდა კონდეს შესაბამისი უსაფრთხო უზრუნველყოფილი სარკინიგზო ხაზი და ასე შემდეგ. აქ ძალიან ბევრ რამეზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ. შესაბამისად, მე გამოწვევებს ხედავ ამ თვალსაზრისით ლოკომოტივების ნაწილში წინ მივიწევთ და ეს ძალიან კარგია, თუმცა ფოთსა და ანაკლიაში, ანაკლის გეგმას სამწუხაროდ არ ვიცნობ და ალბათ ჯერ შეიძლება ითქვას ადრეც არის, თუმცა იმედი მაქვს, რომ ეს დაგეგმარება სწორად და რაციონალურად გაკეთდება. აი ფოთს მისახედია, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენი ქალაქების და რკინიგზის ინფრასტრუქტურის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ ქალაქები შემოშენებულია ნავსადგურებზეც და რკინიგზაზეც. არ შეიძლება თბილისშიც იგივე პრობლემა გვაქვს, ხო? არ შეიძლება ცენტრალური მაგისტრალი ქალაქის შუაგულში გადიოდეს, იქ სადაც ცხოვრება დუხს შეიძლება ისე ითქვას და ბევრ საბჭოთა ქვეყანაში საბჭოთა სტილისტიკით აგებულ ქალაქებს დღეს მაგალითად ყაზახეთი აკეთებს ეგეთ რაღაცას, რომ აშენებს ალმა-ატის შემოვლით სარკინიგზო გზას, რომ ქალაქში სხვა ურბანული პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით გარდა შიდა სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მეტი მოქნილობა ჰქონდეს და ზოგადად ტრანზიტმა იაროს ქალაქის შემოვლით და არა უშუალოდ შუაგულ ქალაქში. შესაბამისად, საკეთებელი ძალიან ბევრია, თუმცა ეს არის ძალიან ინვესტიცია ტევადი დარგი, სადაც ყველაფერი უნდა დაიგეგმოს ნავსადგურების განვითარების წილ იმის შესაბამისად, თუ რა ამოცანებს უსახავთ ჩვენ ნავსადგურებს, რა ამოცანები გვინდა რომ გადაჭრა ნავსადგურება და ეს სარკინიგზო ინფრასტრუქტურა არამედ უბრალოდ სიდიდით არა და გამპარუნარიანობით არა, არამედ სტრუქტურულადაც რო შეესაბამებოდეს ამ ყველაფერს და ეს ყველაფერი ჯამში უნდა ქმნიდეს იმ გამპარუნარიანობის შესაძლებლობებს, რაზედაც ჩვენ ვლაპარაკობთ და გვინდა რომ ესე იყოს. კიდე ძალიან მოკლედ დაცოდოთ რომ გრჩევთ თქვენ ახსენეთ ანაკლია და ფოთის სპორტის სამწუხაროდ ძალიან აქტიურ სამუშაოებს იგივე ფოთის სპორტთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ აქვს ფოთის სპორტს ნებართვა იგივე დაღრმავებასთან მიმართებაში ანაკლის სპორტს ინვესტორი არ ყავს საბოლოოდ და თქვენ როგორ ხედავთ თქო 8 წლოვანი პორტის პერსპექტივას საქართველოში რამდენად სწრაფად ნაკლებად სწრაფად შეიძლება გაჩნდეს ეს ინფრასტრუქტურა ქვეყანაში ანაკლია რამდენადაც ასე ვთქვათ დეკლარირებულია შედარებით გრძელვადიანი პროექტია და
გარკვეულწილად შეიძლება ითქვას, რომ ჩემთვის მისაღებია ის მიდგომა, როცა სახელმწიფო აფინანსებს ვინაიდან ასეთი ნავსადგურის შექმნას, სანავსადგურო ინფრასტრუქტურის შექმნას ხაზგასმით ვიძახი, ვინაიდან ბევრი ევროპული პორტი ზუსტად ესეთი ევროპული გიგანტები სწორედ ესე მუშაობენ, იქ ნავსადგურებს ინფრასტრუქტურას ფლობს ცენტრალური ან ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და შემდეგ იქ მუშაობენ სხვადასხვა სატვირთო ოპერატორები. ეს მიდგომა გასაგებია, თუმცა ვნახოთ ეს შემდეგ როგორ განვითარდება ანაკლიაში ჩვენ შემთხვევაში, რაც შეეხება ფოთში მსგავსი ანაკლის მსგავსი შედეგის მიღწევა ბევრად სწრაფად შეიძლება, ვინაიდან იქ მფლობელი მსოფლიო გიგანტია და შესაბამისად მას რომ კონდეს იმის საშუალება რომ ეს დაიწყოს, მე იმედი მაქვს რომ სწრაფად იქნებოდა და მალევე გადაგვიწყვიტავდა აი უახლოესი 10-15 წლის ამოცანებს, რაც შეეხება ნაყარი და თუნდაც საკონდენო ტვირთების გამტარუნარიანობის ზრდასთან დაკავშირებით. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ბუნებრივია ჩვენ გავყვებით ამ თემებს და გეგმებს. ბუნებრივია ლევან სულაბერიძე, ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯდომარე იყო. ჩვენი სტუმარი ამ დროისთვის საქმის კურსი დასრულებულია. ჩვენ უკვე ერთმანეთს 17 საათსა და 30 წუთში შეხვდებით დროებით.